საქართველოს აზიანებს, საქართველოს აღარიბებს, საქართველოს აპარტახებს და საქართველოს მომავალ საკარგულებს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი არის ეს რაღაცა ხორცმეტი და წარმონაქმნი ამ საზოგადოებაზე მიტმასნილი, რომელიც ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას და სწორედ ბადრის დავითახმები რამე თუ ძირს უთხრის საფუძვლიანად და აი საშინელი ტემპით ამ ქვეყანას სწორედ ესეთი პროცესები, როგორი პროცესს შემწრეთ ვიყავით ჩვენ გუშინ. დაიჭირო აბსოლუტურად ყველა შენი პოლიტიკური ოპონენტი და მოდი ახლა ვიყოთ გულწრფელები, ყველა ვისაც შესწევს ძალა და უნარი და აქვს ელექტორალური მხარდაჭერა რომ ჩაანაცვლოს ივანიშვილი, აი ეს რაღაცა პოლიტიკური ხორცმეტი, ყველა ერთ სკამზე დასვა, ერთი და იგივე ბრალდება, რა ვიცი, სტალინის, ზინოვიევს, ტროცკის და სხვებს რომ სამშობლოს ღალატს აბრალებდა, აი ასეთი ტიპის აბსურდული, იაფფასიანი, ძალიან დაბალი დონის. ხო, შეიძლება რაღაცა შენ ოპონენტების დევნო, მაგრამ ხო შეიძლება რაღაცა ცოტა კონსისტენცია ქონდეს ამ ყველაფერს. ხო, არავითარი კონსისტენცია. გუშინ მთელი დღე მინდოდა ლაპარაკი იმაზე, რომ ხალხი გაგვეგებინეთ რა კავშირშია. ეს რაც გიწერიათ, რა კავშირშია დანაშაულთან. ფაქტობრივად ყველა ბრალდებული ამბობდა, რომ საქმეში რაც აქვს წარმოდგენილი პროკურატურას მათ წინააღმდეგ ვერანაირი სახის პროცედურა მასალაა, სადაც ვიღაცა იდიოტი პოლიციელი იძახის, რომ ბადრი ჯაფარიძის სახელზე უყურებდა თვალებს როგორ აცეცებდა აქეთ-იქით და ეს მიიღო იმათ, რა ქვია, დავალებების მიცემად. აი ამ აბსურდზე ვაკეთობ ამ იაფფასიანი მასკარადი არა. ანუ არავითარი რესურსი ინტელექტუალური, არავითარი რესურსი რაღაცა მართლა ტოტალიტარული რეჟიმის ამათ არა აქვს და ეს არის ორღობის დიქტატურა. რაც არის სინამდვილეში ეს არის. შესაბამისად რა არის ქართული ოცნების ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურის დამყარების ყველაზე უხეში იაფფასიანი ფორმა. უნდა და მეტნაკლებად გამორჩეული ყველა ლიდერი ერთად დაესვა სასამართლოზე, ფოტო გავრცელებული იყო და ივანიშვილს ამომრჩევლისთვის ეს ეჩვენებინა. აი რაში სჭირდება საბრალდებო სკამზე ერთად დასმული ყველა ოპოზიციონერი, პოლიტიკოსის ფოტოს ჩვენება ოცნებას ხალხს. აი ამ ფოტოთი იძახის, რომ ესენი ყველანი არიან სამშობლოს მოღალატეები. ქავდოლელა. ეს არის აი სურკოვის სუვერენული დემოკრატიის ჩვეულებრივი სახელმძღვანელო, რასაც ეხლა ვადევნებთ თვალყურს. შეხედეთ ერთ მხარეს არის აი პუტინივით ივანიშვილი, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ იმის პროვინციული ვერსია არის, იმიტომ რომ იმის ვასალია სინამდვილეში. ოღონდ მოდელი იგივეა. ვასალი ყოველთვის მოდელს იღებს თავის პატრონისგან. ვასალური მოდელი არის ესეთი, რომ ივანიშვილი არის ერთ-ერთი საყრდენი, ესენი ყველანი ერთნი არიან და ესენი ყველანი მოღალატეები არიან სამშობლოს, იმიტომ რომ თქვენ სწორად ახსენეთ, საქმის არსი არის ეს სახელმწიფოების წინააღმდეგ ძირ გამომთხრელი საბოტაჟი და ძირ გამომთხრელი საქმიანობა. ეს არის ძირი ამ საქმის. აი ეს უნდა ეს მიზანსცენა დადგას და ეს ვიზუალი დადოს, რომ ესენი ყველანი ერთნი არიან, ყველანი მოღალატეები არიან. და ვინც მე არ მეთანხმებით ზოგადად ამ ქვეყანაში, ამას გეუბნებათ. თქვენს გეუბნებათ ქავტონლელა. ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა გვიყურებს ან გვისმენს მანქანაზეზის, ყველა ამ ადამიანს ეუბნება, რომ თქვენ თუ ჩემნაირად არ ფიქრობთ, ან ჩემნაირად არ ფიქრობთ, თქვენ თუ მე არ მოგწონვარ, ან თუ არ მოგწონვართ, მუცელში ენას თუ არ ჩაიგდებთ, ყველას ჩემი სახელმწიფოს მტერი იქნება. ჩემი კი არა, ამ სახელმწიფოს მტერი. ანუ მოდელი, როდესაც ან დიქტატურა რა არის, ხო? მოდელი, როდესაც ეს პიროვნება, ეს შემთხვევითი ადამიანი თავს აიგივებს სახელმწიფოსგან, შემდეგ ამის პროექციას აკეთებს ყველაზე და ეხლა კობახიძეს და გურამ მაჭარაშვილსაც კი თავის სახელმწიფო გონია. აი ამ მოდელს აყალიბებს. პრიმიტიულ იდიოტიზმს, რომელშიც ყველანი ერთად ვცხოვრობთ. ოღონდ თქვენ სწორად შენიშვნა მომეცით ეხლა. ოღონდ ეგ არის რეალობა. ამ რეალობაში ვცხოვრობთ. მათ შორის გონიერი ადამიანები. მათ შორის ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეების უმრავლესობა, რომელსაც ივანიშვილს ხმა არ მისცა. მათ შორის ის ადამიანები, რომელსაც პროპაგანდით ტვინი აქვთ გამოლაყებული და გონიათ, რომ ივანიშვილი მართლა რაღაცა მშვიდობის გარანტია ამ ქვეყანაში. და გონიათ, რომ მშვიდობა ეხლა რომელიც ჩვენ სამხრეთით აგერ ეს მოკლე ჭკუის ამბავია, რომ მშვიდობა ჩვენ შორს კი არა სადღაც. აგერ რა, ყურისძირში 2 საათში დაამყარ საქართველოს და მანქანი თბილისთან გაყვიდა 2 საათში. მშვიდობა რომელიც არ დამყარებულა დამოუკიდებლობის მომენტიდან სომხეთ აზერბაიჯანს შორის შეერთებულმა შტატებმა დაამყარა. და ჩვენ რას ვამბობთ, რომ ჩვენი მშვიდობის გარანტორი არის მსოფლიოს ყველაზე მძლავრი სახელმწიფო შეერთებული შტატები და ესენი გვეუბნებიან, რომ ეს ჭორვილელი კაციაო. ესო, აი ეს არის, აი ეს კაციო, სახეზე შეხედეთ, ეს არის მშვიდობის გარანტორი. რა ვიცი, ახლა ქართულ ხალხმა ოპოზიციური ძალები ესეც გითხარით და თქვენც აღნიშნეთ და თავად ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების შეფასებაც ეს არის, რომ საქმის ესე ვთქვათ მთავარი მიზანია ბრძოლა გაჩერდეს და გაჩუმდეს. რა თქმა უნდა. აპირებთ ბრძოლის გაჩერებას და გაჩუმებას, ანუ რა იქნება ქართული ოცნების ნაბიჯებზე თქვენი საპასუხო ნაბიჯი? არც მე და არც ერთ ჩემ კოლეგას თანამებრძოლს და არც ერთ ჩემს ლიდერს პარტიის ხელმძღვანელს ბამბა ხაზარეთს ბადრი ჯაფარიძეს
მე რა ყველას ჩვენთან არავის არ აგვაქვს უკან დასახევი გზა. აი ეს ჩვენთვის დამთავრებული ამბავია. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას მანამდე, სანამდეც ამის შესაძლებლობა გვექნება, სანამდე ჯანი გვექნება, რომ ვიბრძოლოთ. აი ეს არ გაგვაჩერებს, ჩვენ არ გაგვაჩერებს. ვიღაც შეიძლება გაჩერდეს, ამით არ ვიცი, მაგრამ არ მგონია, რომ ეს მეთოდი გაჭრის. იმიტომ რომ შეხედეთ ერთის მხრივ არის აი ეს ძალისმიერი შემოტევა, ეხა რომ გაგვაჩუმოს, გაიგარი მიზანი, რომ დამთავრდეს, არ იყოს პოლიტიკური ოპონენტი, არ ყავდეს. და ყავდეს ის ხალხი, მე დებატებზე რომ ისვავს ხოლმე რაღაცა და რა ვიცი, ზოგი რო აქებს და ზოგი რო ძალიან ისეთი სასაცილო სამარცხვინო მორიდებით იმაშვება, რა ქვია. კამათი ეგეთ ხალხი უნდა, ეგეთ ქვეყანა უნდა. ოღონდ მე მგონია, რომ ამის პარალელურად, როცა ის ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს აქ დიქტატურა საბოლოო ფაზაში გადაეყვანოს, მე ვხედავ მაგალითად აი გპის და თსუ-ს ამბავს. ხო, აი დავინახეთ, რომ რაღაც რამოდენიმე ასეულმა პროფესორმა, რომელიც მათი მხარდამჭერები არიან. აქაც მე არა ვარ პირდაპირ ვიძახი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მხარდამჭერები არიან, ესეთი შავრაზმელი ქოცები არიან. ეს ხალხი განუდგა რა, ის ხალხი ვიზეც ეგონა ქალბატონ ლელა, რომ რა ყველაფრის კადრება შეუძლია მათთვის. ხო, სიამოვნებაში ეს არის მოდელი. ვაერთიანებ 200 წლის უნივერსიტეტს, იმიტომ რომ მე ბიძინა ევანიშვილი საერთოდ არ მაინტერესებს, რას ფიქრობს იმის პროფესორი და ამის პროფესორი. იმასაც მე უხდი ხელფას, ამასაც მე უხდი ხელფას. და თუ ჭკვით არ იქნებიან და ხმას არ ჩაიკმინდავენ. არც ერთს აღარ გადაუხდი ხელფას. ოღონდ აღმოჩნდა რომ ეს არ გამოუვიდა, ხო? იმიტომ რომ ნება დახვდა წინ და ეს არის ქართული ოცნების მხარდამჭერი ხარ დღეს თუ არ ვიცი ლელოს მხარდამჭერი ხარ თუ რა ვიცი სხვა პარტიის მხარდამჭერი ხარ ჩვენ ყველას ერთად სახელმწიფოს გვართმევენ ანუ ყველა აღმოჩნდებით ამ მდგომარეობაში კი ეს ილუზიას ქმნის ივანიშვილი რომ არსებობს რაღაცა პირველადი კასტა ამ ქვეყნის მოქალაქეების რომელსაც არავინ არ ეხება გულისხმობ მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარეს ჩოხატაურში რომელიც კაცმა უმოწყალოდ პირუტყულად ცემა პოლიციელი და თავიდან გირაოთი გამოუშვეს მე ვეღარ ქნეს მე აღარ გამოუვიდათ ეგ იმიტომ რომ არის ძალიან ამეტანია და ძი ამაღლობელი ხსილის გატყმისთვის 2 წელი ციხეში ერთი წამი გირაოთი არ გამოუშვეს ქალბატონ ლელა კი ქმნიან ამ ილუზიას რომ ეს ორი სხვადასხვა საქართველო იარსებებს რომ ჩვენ უფრო დავიჩაგრებით და ისინი არა მაგრამ ეგ ხო რეალობა არ არის ღარიბაშვილის მაგალითი ნახეთ ხო დაასრულეთ ღარიბაშვილის მაგალითზე საუბარი და ეგ ღარიბაშვილის მაგალითი არის აგერ გვირის აბანოში ზის დღეს ძალიან ისე წყნარად და ლამაზად ლილუაშვილი რა ვინ გვალი მაგიდის გარშემო ვინ ძიან თავრობის ნახევარი თავრობა ეხა ციხეში იმას ხეხავს რა ქვია ციხეს ხეხავს იმ ხალხს იცი როგორ ღარიბაშვილს ეგონა რომ რა ვიცი აი ამ რაღაცა სიცოცხლის ბოლომდე ბიძინა ივანიშვილი შარავანდე ჩემოვლებული იფარფატებდა საქართველოს თავზე კი არ იცხოვრებდა იფარფატებდა ხო ხედავ გაზულუქების რა ეტაპზე იყო მისული რომ შვილს სახელმწიფო თვითმფრინავით უშვებდა ხოლმე პაესტკაში აი აქამდე მისული კაცი იყო და რა ბიძამისი კაკაშაა თუ შმაკაშა იმეებს რა ქვია ყოველ მეორეს ქუჩაში ცემდა სახეზე რო არ მოეწონებოდა დედოფლის წყაროზე დასანახავად ვერ იტანდა აი ესე ცხოვრობდა ოღონდ ხო არის იქ სადაც გდია ეხა ხო იქ არის სადაც იყო გასაგებია ბატონთაზო ეგ არის მაგალითი რომ არ არსებობს ორი ცოტა დრო დავიტოვოთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროთ ამიტომ ახლა მოდით ჩვენს რეგიონში ჯეიდენსის ჩამოსვლაც შევაფასოთ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა გუშინ წინ მოიარა სომხეთი, გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა და მოკლედ საბოლოო ჯამში სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი განხორციელდა საქართველოს გარეშე. მარტივად გითხავთ, ისტორიული მოვლენები მართლაც ჩვენი ქვეყნის გარეშე. ჩვენი ქვეყნის რა მდგომარეობას აჩვენებს? ჩვენი რეგიონის ისტორია იწერება, ეხა ნიშნულოვანი ეტაპი ჩვენი რეგიონის ისტორიაში იწერება, არა ფართო რეგიონის, ანუ კონკრეტულად ჩვენ ამერიკა-კავკასიის ისტორია იწერება საქართველოს გარეშე. ასეთ რამ საქართველოს ისტორიაში კი არა, ამ რეგიონის და ზოგადად სამყაროს ისტორიაში ასეთ რამ არ ყოფილა. არც ერთ ეტაპზე, აი ძალიან შორს წავალ და პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველოს ისტორია, აი ამ რეგიონის ისტორია საქართველოს გარეშე, რავი, ჩვენი მრავალ ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე არც ერთ ეტაპზე არ დაწერილა. ეხა იწერება. ეხა საქართველოს არის ჩვეულებრივი ჩეჩმა, რუსეთის ვასალი სახელმწიფო, ვასალური დიქტატურა, აი ისეთი ტიპის დიქტატურა, როგორც აი ამას აყალიბებს. ვინმეს თუ გონია რამე აქედან კაი გამოვა ისეთი სასიამოვნო შესახედი. აქედან რაც გამოვა არის ჩეჩნეთი. ჩეჩნეთი, აი ეს რაღაცა იაფფასიანი ვასალური ვითომ სუვერენიტეტის რაღაცა უცნაურ ყვაზი სახელმწიფო. აი ეს გამოვა. საქართველოს აქვს მოლოდინი რომ შეძლებს და მოახერხებს ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას და ბატონთაზო ამავე კონტექსტში კითხავთ ინფორმაციაზე რომელსაც აუცილებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა თურმე გასული დღეების განმავლობაში 7-10 თებერვლის პერიოდში სამუშაო ვიზიტით შტატებში.
შტატებში. ეხლა ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ის ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტული დავალებით მიავლინა, მაგრამ ხო აი რას ფიქრობთ მაშინ? თქვენ და რა შეიძლება იყოს მამუკა მდინარაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განსახილველი მთავარი სპეკულაცია შევიდე პირველი წუთიდან მოვერიდე მაგ ამბავს. ვერ გეტყვით ახლა ივანიშვილის მსტოვარია თუ იმის ემისარი, რა ქვია, ლილუაშვილის არ მაინტერესებს ეგ ნაწილი. მნიშვნელოვანია რა მთელ ამ ამბავში ყურადღება რაზე უნდა გავამახვილოთ. მაგრამ უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ამ ხალხს არ უნდა ამ ინფორმაციის რეალურად გავრცელება. ამ ამბის ფაბულა არის ის, რომ ქართული ოცნება ცდილობდა დაემალა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი შეერთებულ შტატებში. გაუსკრათ ეს ამბავი, გავრცელდათ და ეხლა ეძულებული იყვნენ, რომ გამოექვეყნებინათ. რა მიზნით იყო არ ვიცი, მაგრამ ამ მიზნით ვიზიტის გამჟღავნება, რომ ქართულ ოცნებას არ აწყობდა და არ სჭირდებოდა და ყველანაირად შეეცადა, რომ ეს დაეფარა, ეს ვიცი. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, მეც ვიმსჯელებ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, რა შეიძლება მიზანი იყოს. არა მაქვს ეგ განცდა, რომ რაღაცა დიდი მისიით იყო. მე ეს აქვე მინდა ვთქვა, რადგან აი ამას პირდაპირ ეხება პირდაპირ რაღაცა ფორმით ნორმალიზებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების ივანიშვილის რეჟიმთან. არის თუ არა ეს საფრთხე რეალური? რა თქმა უნდა ეს საფრთხე რეალურია. ეს საფრთხე რეალური იქნება მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაინახავენ, რომ ჩვენ აღარ ვიბრძვით. ამიტომ არის ეს ბრძოლა მნიშვნელოვანი. ამიტომ არ უნდა ივანიშვილს რო აქცია იყოს რუსთაველზე. თორე რას უშლის 50, 100, 500 კაცი, რას უშლის რამოდენიმე 1000 კაცი არის მარშები ყოველ შაბათს? იმას, რომ ის ნიშნავს, რომ ბრძოლა არის და მას ხელს უშლის იმაში, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით ივანიშვილი იქ რითი მიდის, სითხალ ხო იმის სათქმელად კი არ მიდის, რომ საქართველოს მაგარი ქვეყანა. არა, საქართველოს არის ახლა ეგეთ ქვეყანა, ბანძი, რომელსაც მართავ მე ივანიშვილი. ამიტომ ან დაგველაპარაკებთ, ან არ დაგველაპარაკებთ. მეტი შანსი არ არის, რომ სხვა ვინმე მართავდეს. რეალურად ეს მოცემულობა უნდა მიიღოს, რომ აი ჩვენ ბანძები ვართ და ესეთებს გველაპარაკეთ, ჩვენგან უკეთესი არაფერი არ გამოვა. და მე რა თქმა უნდა, საერთაშორისო პოლიტიკა ძალიან ისეთი პრაგმატული პროცესი არის და მე დაელაპარაკებენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბრძოლა არ შეწყდეს. ამიტომ ჩვენ ლელოში ძლიერ საქართველოში, რა ვიცი, ვაპირებთ, რომ ბოლომდე სანამ უკანასკნელი წვეთი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, შენარჩუნების იარსებებს ჩვენი ბრძოლა. ადოტაზო, კიდევ ერთი ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი არ ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა საქართველოს სხვა ქვეყნის პრეზიდენტს მასპინძლობს, უმასპინძლებს უბრალოდ დღეიდან და ამაზეც დავსვათ ერთი კითხვა, ხორვატიის პირველი პირი ჩამოდის ჩვენთან სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით, დაგეგმილია შეხვედრები პირველ პირებს შორის, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ოფიციალური ვიზიტია. ხორვატია კი, ეს არის ოფიციალური ვიზიტი. ხორვატია ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არც ისე ვთქვათ აქტიური პოლიტიკური განცხადებების გაკეთების თვალსაზრისით, თუმცა მაინც შესაბამისად რას ნიშნავს ხორვატიის პირველი პირის ჩვენთან ჩამოსვლა, მით უფრო მაშინ, როცა ევროპელ ლიდერებს შეწყვეტილი აქვთ ქართულ ოცნებასთან ყოველგვარი კონტაქტი და დიალოგი, ალბათ შეიძლება რომ ეს ვთქვათ. ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ნიშნავს აი მაქსიმალურ შესაძლებლობას, უნდა გესმოდეთ თქვენ, რომ ქართული ოცნების ლობისტები ახლა დაკავებული არიან ოფიციალური თუ არაოფიციალური, რამოდენიმე თვეა, ფაქტურად 1 წელია ისტერიულად ძალიან კოლოსალური თანხების დახარჯვის საფუძველზე ცდილობენ, რომ ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტი კი არ იყოს აქ, რა ვიცი, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი იყოს. ოღონდ ეს არის მაქსიმუმი, რის გაკეთებაც შეუძლია აი ამ ლობიზმს, ეს არის ხორვატიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ოღონდ, რა ვიცი, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს ერთი რამ. სასაცილოობა ამ პროცესის, რატო შეხედეთ, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩვენ რეგიონში იყო ჩამოსული ბაქოშიც და აზერბაიჯანში. აზერბაიჯანში უკან რამოდენიმე ათეული პროექტიდან დაძრა პარალელურად უდიდესი პოლიტიკური მდგენელისა. შეხედეთ, აზერბაიჯანის და სომხეთის დღეს უსაფრთხოების გარანტორი გახდა შეერთებული შტატები. ეს ორივე ქვეყანა ოდეკაბ-ის წევრები არიან. საქართველოს ბევრად ღრმა ურთიერთობაში იყვნენ რუსეთთან. ოღონდ ისინი დღეს და მათ უკან დგას შეერთებული შტატები. შეერთებული შტატების ჯარი, შეერთებული შტატების სახელი და რეპუტაცია, რომ ისინი უსაფრთხოდ იქნებიან რუსეთისგან. უსაფრთხოების პრობლემა რა არის? ყარაბაღი რუსული კონფლიქტი არის ამ ორ ჩვენ მეზობელ ქვეყანას შორის. და ის რომ რუსები ვეღარ ჩაერევიან იმ დოზით, რომ ისევ კონფლიქტი გააღვიონ, ამის გარანტორია შეერთებული შტატები. შეერთებულმა შტატებმა აი ამ გარანტიასთან ერთად, ქალბატონო ლელა, სომხეთში და აზერბაიჯანში ჩაიტანენ ძალიან დიდი ეკონომიკური პროექტები. სომხეთში რამოდენიმე ათეულ უნიშნულოვანეს ეკონომიკურ პროექტს მოეწოდა ხელი და არ ვიცი, აი მართლა შავი შურით უშურდა შემადგენლობა, რომ გავიგე ბაქოში ჩასული შეერთებული შტატების ბიზნესმენების.
ყველა აბსოლუტურად ეგრეთ წოდებული გაფას ხელმძღვანელობა, ხო, აი რაღაცა დიდი ციფრული კომპანიების, Google-ის ამბობ. ყველა აბსოლუტურად თელი სპექტრი იმას რა ქვია, მენავთობეების თუ სხვა დიდი კომპანიების უდიდესი დელეგაცია ბიზნესის ჩავიდა ბაქოში და ეს ნიშნავს იმას, რომ ბაქო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ერევანი, აი ეს რაღაცა ჯაჭვი ამიერკავკასიური უმნიშვნელოვანესი და უდიდესი პოტენციალის ხდება შეერთებულ შტატების პირობებში და ჩვენ ამის გარეშე, ჩვენ ამის მიღმა ვართ. ეხლა აი ამას რავი, რაზაჟა შეერთიშვილიც არ უნდა დაამყნო ზემოდან, რამდენი ზღაპარიც არ უნდა მოყვე ბოროტ ამერიკაზე, დამპალ ევროპაზე. რეალობა ესეთი არის, რომ ჩვენი ორი მეზობელი, რუსეთის ბევრად ახლო მოკავშირე, იმას რა ქვია, ივანიშვილს არის დაესიზმრება ეგეთი ურთიერთობა პუტინთან, როგორც რა ვიცი, ოფიციალურ ბაქოს და ოფიციალურ ერევანს ჰქონდა. აი ეს ქვეყნები, აი ამ მოცემულობაში, როდესაც აი მეორე პროპაგანდისტული ტყუილი ხო ის არის, რასაც ივანიშვილის ცდილობს გაყიდოს, ამერიკას არავისთვის აღარ ცხელა იზოლაციონისტია. რა იზოლაციონისტია, ხალხო? რა იზოლაციონისტია? ამიერკავკასიაში ამერიკას ამაზე მეტი როდის გამოუხედავს, მითხარით. ამ დონეზე, რომ იძახის, რომ ჩემი სახელი უნდა დავარქვა გზას, რომელიც გაივლის აზერბაიჯანის სომხეთში, რომ შუა დერეფანში ახლა ფული უნდა ჩავასხათ და ამ შუა დერეფანში ესეც მინდა რომ ოპტიმისტურ ნოტაზე დავამთავრო. ამ შუა დერეფნის არსებობა სრულუფასოვნად შეუძლებელია ანაკლიის სპორტის გარეშე. ეს ძალიან კარგად ეს ამერიკელებს და ძალიან მნიშვნელოვნად არის დაძრული იქ ეს თემა. ევროკავშირის კომისიის კვლევა გამოქვეყნდა, რომელსაც მეცნიერული დასკვნა დადო, რომ ანაკლიის სპორტი ნიშნავს შუა დერეფნის გააქტიურებას. და ივანიშვილი რას აკეთებს? ანაკლიის სპორტი დაასამარა. ინვესტორები რა ვიცი, ზოგი დაიჭირა, ზოგი ისქნა და გააქცია ყველა აქედან. პროექტს გავაკეთებო თქვა და ბოლო წელში ამ წლის ბიუჯეტში 150 მილიონი და 100 მილიონი ამოიღო. აი ამას აკეთებს საქართველოსთვის ივანიშვილი. აი ესე გამოიყურება ჩვენი რეალობა და რა ვიცი, ქართულ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ძალიან სწრაფად, უნდა თუ არა სამყაროს და ჩვენი რეგიონის ისტორიის წერის მიღმა დარჩეს საქართველოს 10 წლეულების მანძილზე.